დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანით. Როგორც ყოველთვის ჩვენ ადამიანზე და ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ იმ რთულ ორგანიზმზე, რომელსაც მოვიხსენიებთ ხოლმე როგორც ღია ბიოლოგიურ სისტემას. ეს ადამიანია. ადამიანის ორგანიზმი ძალიან რთული და ამავე დროს ოპტიმალური თავისი აღნაგობით, თავისი შემადგენლობით, ანუ ფორმისა და ფუნქციის შესაბამისობით. ძალიან ხშირად ესა თუ ის პრობლემა არა ახალი აღმოჩენა, არამედ 100 წლეულების მანძილზე, 1000 წლეულების მანძილზე ცნობილი პრობლემა. და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ერთ-ერთ ასეთ პრობლემას შეეხება, რომელსაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ და მიუხედავად იმისა, ხან ქარს დაატრიალებდა, თუ ხან კონკრეტულ ორგანოს დაუკავშირდებოდა, მიუხედავად ამისა, საზოგადოების წარმოდგენა ზოგიერთ შემთხვევაში ჯერ კიდევ მყარად არის ჩამოყალიბებული და არც შეცვლილა. თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც მაგალითად შეცვლილ სახსარს ვხედავთ და ამავე დროს ვიცით ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ. დღეს ჩვენ პოდაგრაზე, იგივე ნიკრისის ქარზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც კიდევ აქვს რამდენიმე სახელწოდება, მაგრამ მე ჯერ არ გავუსწრებ მოვლენებს, საუბრის დროს ნელ-ნელა გაგიზიარებთ ინფორმაციას. თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა გითხრათ ჩვენი ჩანაფიქრის შესახებ, რომელიც უკავშირდება იმ ტრადიციულ გამოკითხვებს, რაც ასახავს ხოლმე საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხს ან დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემისთვის, რა თქმა უნდა, მოვემზადეთ და მოვემზადეთ ერთი მარტივი კითხვით მაგალითად, როდესაც ჩვენს მაყურებელს და ჩვენი სოციალური გვერდის მომხმარებელს დაუსვით კითხვა, რა არის მაგალითად პოდაგრა? როგორია საზოგადოების წარმოდგენა ამასთან დაკავშირებით? და მნიშვნელოვანია პასუხი, რომელიც თვალსაჩინოც არის და ძალიან კარგად ადვილად გასააზრებელია. 23%-მა შესაძლო პასუხებიდან, როდესაც ჩვენ 4 შესაძლო პასუხი დავასახელეთ და ვთქვით, რომ პოდაგრა შეიძლება იყოს მაგალითად ტერფის სახსრის დეფორმაცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, არც ერთი ჩამოთვლილთაგან, ან არ ვიცი. აი სწორედ 23%-მა უპასუხა, რომ ეს არის ტერფის სახსრის დეფორმაცია. 58%-მა უპასუხა, რომ ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. 14%-მა კითხვაზე პასუხი გასცა არ ვიცი. და მხოლოდ 5%-მა თქვა, რომ არც ერთია, არც სახსრის დეფორმაცია და არც ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. სიმართლე გითხრათ, ამგვარი გამოკითხვა, მაგალითად 5 წლის წინ რომ ჩაგვეტარებინა, 10 წლის წინ ჩაგვეტარებინა, 15 წლის წინ ჩაგვეტარებინა, სრულიად განსხვავებული სურათი გვექნებოდა. გვექნებოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო. საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი იცვლება და ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს გადაცემას ამაში უზარმაზარი წვლილი შეაქვს. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყეთ საუბარი პოდაგრისა და ნიკრისის შესახებ და ასეთ შემთხვევაში საზოგადოების მაჩვენებელი როგორ ნაწილდება, კითხვებზე პასუხი როგორ ნაწილდება, მე ვფიქრობ ძალიან ნიშანდობლივია. თუ რატომ ამაზე უკვე სტუმართან ერთად საუბრის დროს ერთად გავარკვევთ. როგორც გითხარით, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა პრაქტიკულად ისტორიული დაავადება. ისტორიული აქვს მას სახელწოდებაც და ეს სახელწოდება სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულად ჟღერდა, სხვადასხვა დატვირთვას იძენდა და თანამედროვე მედიკოსებისთვის ხშირად განხილვის საგანიც არის. რომელი ტერმინით, რომელი სახელწოდებით, რომელი სათაურით მოვიხსენიოთ. მიუხედავად იმისა, რა სახელწოდებას გამოვიყენებთ მისი აღწერისთვის, პროცესი პრაქტიკულად იდენტურია და მექანიზმი მისი არსი არ იცვლება. შესაბამისად, დღეს ჩვენ საუბრობთ პოდაგრაზე, იგივე ნიკრისზე და ყველა დანარჩენ სახელწოდებაზე, რომელსაც გზადაგზა გაგიზიარებთ. ჩვენი პირველი სტუმარი სტუდიაში გახლავთ რევმატოლოგი პროფესორი ქალბატონი მარიკა თოიძე. დილამშვიდობისა მარიკა. მოგესალმებით. როდესაც ჩვენს ურთიერთობას ვიხსენებ,
უკვე ძალიან ხანდაზმულია ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა და ძალიან ბევრ რევმატოლოგიურ პრობლემაზე გვისაუბრია და არა მხოლოდ რევმატოლოგიურ პრობლემაზე, ჩვენ გვისაუბრია ადამიანის ჯანმრთელობის სხვადასხვა საკითხზე, რომელიც სახსრების ჯანმრთელობაზე და ზოგადად ადამიანის სისტემათა შორის ურთიერთობის საკითხებზე იკვეთებოდა. თუმცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საკმაოდ ხანდაზმულ დაავადებაზე, რომლის შესახებაც ძალიან დიდი ხანია იცის კაცობრიობამ და მათ შორის იცის ქართულმა საზოგადოებამ, იმიტომ რომ ჩვენს ენაში შესატყვისი ტერმინებიც კი მოეძებნა მას. მაგრამ ვსაუბრობთ სრულიად განსხვავებული ჭრილით. მოდით ვთქვათ რატომ არის რომ ხან პოდაგრას ეძახიან, ხან ნიკრისის ხარს ეძახიან, თუმცა მოდით ჯერ არ განმარტოთ მისი არსი, იმიტომ რომ რაღაც მინდა გაგიზიაროთ. დიახ, ეს ჰიპოკრატეს მიერ აღწერილი დაავადებაა. პოდაგრა ფეხის ტკივილს ნიშნავს. არსებობდა ფეხი ხაფანგში, საკმაოდ ძლიერი ტკივილით გამოირჩევა. 10-დან 10 ქულას ანიჭებენ ხოლმე, ვისაც ეს გამოუცდია. საკმაოდ სერიოზული პრობლემა არის, თუმცა ბევრად ცდება ძვალსახსროვანი სისტემის სიმპტომატიკას. საქართველოში ნიკრისის ქარს უწოდებდნენ მას ასლეულების მანძილზე. ნამდვილად ნიკრისის ქარს უწოდებდნენ. ეს ზუსტად რას ნიშნავს ნიკრისი, ხა არ ვერ გეტყვით ამ წუთას, თუმცა ამითი აღინიშნებოდა მისი სიმძაფრე და სიძლიერე. ძლიერი ტკივილი, აი ეს არის ნიკრისის ქარი, რომელიც უეცრად დაწყებული ძლიერი ტკივილია. ჩვენ იმისთვის რომ მომზადებულიყავით დღევანდელი გადაცემისათვის საზოგადოებაში როგორ იცვლება ყოველწლიურად ინფორმირებულობის ხარისხი ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული გამოკითხვა ჩავატარეთ და ამ გამოკითხვის შედეგები შეგვიძლია ერთად ვნახოთ იმ დიაგრამის მეშვეობით, რომელიც ძალიან თვალსაჩინოდ წარმოაჩენს. მაგალითად, ჩვენ დასმულ კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის პოდაგრა? 23%-მა უპასუხა, რომ ეს არის ტერფის დეფორმაცია, 58%-მა უპასუხა, რომ ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მხოლოდ 5%-მა უპასუხა, რომ არც ერთი ჩამოთვლილთაგან და 14%-მა ბრძანა, რომ არ იცის ამ კითხვაზე პასუხი. მარიკა, რა არის პოდაგრა? ეხლა შეგვიძლია უკვე განმარტოთ. პირველ რიგში არ შემიძლია რომ უყურადღებოდ დავტოვო ეს შედეგები, იმიტომ რომ საზოგადოება ფრიად განათლებული ყოფილა. დიახ. და შეიცვალა ეს სურათი, იმიტომ რომ უკაცრავად ჩაგერთეთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, როგორი იყო ამ კითხვაზე პასუხი 5 ან 10 წლის წინ. საინტერესოა, როგორი ძალიან განსხვავებული იყო, იმიტომ რომ მეტნაკლებად მე შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოება ძირითადად უპასუხებდა, რომ ეს არის ტერფის სახსრის დეფორმაცია. თუმცა დღევანდელმა ჩვენმა პასუხმა სასიამოვნად გაგვაკვირვა. კი, ნამდვილად სასიამოვნოდ გავკვირდი ახლა მე ამ წუთას, იმიტომ რომ საზოგადოება საკმაოდ განათლებული ყოფილა ამ თვალსაზრისით და ის რომ პოდაგრა ცდება ტერფს და ეს არის უკვე მეტაბოლური და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ამის ცნობადობა 58% საკმაოდ კარგი შედეგია. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შემდეგ უკვე მართვა დაავადების გაცილებით უფრო ადვილი იქნება ექიმებისთვის და პაციენტისთვისაც, იმიტომ რომ ერთად უნდა იმართოს პაციენტისა და ექიმის მიერ ეს დაავადება. პაციენტის ცოდნა და მისი ცნობადობა აი ამ დაავადების გვეხმარება ჩვენ რომ გამოვყვეთ და აი ის კურსი რაც საჭიროა ჩაატაროს ბოლომდე. ეხლა რაც შეეხება რა არის პოდაგრა? პოდაგრა არის ერთი გარკვეული ნივთიერების ჭარბად დაგროვება ორგანიზმში. ეს არის პურინები, ქიმიური სახელწოდება არის ამ ნივთიერების პურინები, რომელიც არის გარკვეული ნივთიერებების დაშლის შედეგი. პურინების დაშლას ჩვენ პურინებს ვიღებთ, როდესაც საკვებში დიდი რაოდენობით არის ხორცეული და პურინის შემცველი ნივთიერებები, სხვათა შორის ბოლო კვლევებმა ცხადყო, რომ ფრუქტოზა, როდესაც არის ბევრი და შაქრები, როდესაც არის და
ეს გარკვეული ქიმიური შენაერთები მაგ შემთხვევაში პურინების რაოდენობა ძალიან დიდი რაოდენობა გროვდება და ჩვენს მეტაბოლიზმს, ჩვენს ფერმენტულ სისტემებს და ჩვენს უჯრედს აღარ აქვს უნარი, რომ ეს ბოლომდე გადაამუშავოს და დაშალოს და გროვდება ეს ნახევარდაშლის პროდუქტები, რომელიც შემდეგ უერთდება ნატრიუმს, რომელიც დიდი რაოდენობით არის ჩვენ ორგანიზმში და წარმოიქმნება პატარა მარილები, კრისტალები, რომელსაც ნემსის ფორმა აქვს ამ კრისტალებს მიკროსკოპულად რო შევხედოთ და აი ეს 100,000-ობით პატარა ნემსის მაგვარი კრისტალი გროვდება სახსრებში და ეს არის უკიდურესად მტკივნეული და შესაბამისად აი ეს არის სახსროვანი სინდრომის ახსნა განმარტება თუ რატომ ხდება. თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს ბევრად ცდება სახსარს და აი ეს პურინების დაგროვება თითოეულ ქსოვილს, ორგანოთა სისტემას, აი ყველგან არის ეს იზოლირებულად სახსრებში არ ხდება. სამიზნეები არის თირკმელები და კენჭოვანი დაავადებების განვითარება და საბოლოო ჯამში თირკმლის უკმარისობამდე შეიძლება მიგვიყვანოს და ასევე უზარმაზარი და სიცოცხლისათვის სახიფათო სამიზნე ეს არის გულსიზარხთა სისტემა და აღმოჩნდა რომ შარდმჟავას დიდი რაოდენობით დაგროვება ასოცირებულია ჰიპერტენზიასთან, მეტაბოლურ სინდრომთან, ინსულინ რეზისტენტობასთან, არაალკოჰოლური ღვიძლის გაცხიმებასთან. ეს არის მთელი სპექტრი დაავადებებისა და მდგომარეობებისა, რომელიც არც თუ ისე იშვიათია და თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი პირველი მტერია შეიძლება ითქვას. და სწორედ ამაზე არის მობმული შემდეგ ის გულსიზარხთა დაავადებები, ის კარდიოვასკულარული მოვლენები, რომლებიც არის ინსულტი, ინფარქტი, დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადება და აი საიდან დავიწყეთ და სად მივედით. ეს არის აი სრულიად სისტემურად დამაზიანებელი დაავადება. უამრავი კვლევა მიმდინარეობს და ფაქტიურად ყოველკვირეულად ახალი ინფორმაცია გამოდის და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ იზოლირებული ორგანოთა სისტემები და იზოლირებული პრობლემები ადამიანის ორგანიზმში არ არსებობს. იმიტომ რომ ეს არის ერთი მთლიანი. აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ ისე არ მინდა რომ გაიგონ, რომ შარდმჟავას შემცველი ასე ვთქვათ, ნივთიერებები საერთოდ უნდა იქნეს ამოღებული, რომ პრევენცია მოვახდინოთ ამ ყველაფრის. ეს მნიშვნელოვანი პროდუქტებია, მნიშვნელოვანია პურინების შემცველი საკვების მიღება, იმიტომ რომ შარდმჟავას დონე გარკვეული საჭიროა და გარკვეული დემენციის პრევენციაც კი აჩვენა. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა და აი დემენციასთან პოზიტიურ კორელაციაში, ანუ დემენცია არ განვითარდება, როდესაც პურინების შემცველ საკვებს იღებს ადამიანი და შარდმჟავას გარკვეული დონე საჭიროა. ანუ ის რომ ის რაღაც როგორც ქოლესტეროლის მაჩვენებლის შემთხვევაში. ზუსტად, კი, ის რომ ჩვენ ეს ახლა ვებრძოლოთ ამ შარდმჟავას და ამდენ რამეს აფუჭებს და ნულამდე დავიყვანოთ და საერთოდ აღარ იყოს, ასე არ უნდა იქნას გაგებული, იმიტომ რომ ნორმის ფარგლებში ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა აქ მაქვს ერთი ძალიან აქტუალური კითხვა ჩემი აზრით, კითხვა რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ კიდევ ერთ სტერეოტიპულ წარმოდგენას უკავშირდება. როდესაც ჩვენ სახსრებზე ვსაუბრობთ, ჩვენ შემთხვევით არ ვაჩვენეთ რამდენჯერმე საილუსტრაციოდ სწორედ ტერფის კონკრეტული სახსრის, ანუ პირველი თითის სახსრის დეფორმაცია, რომელიც ავტომატურად საზოგადოებაში აღძრავს სურვილს, რომ ეს მოინათლოს როგორც პოდაგრა. არადა ჭეშმარიტად ამ დაავადებისთვის მარტო ამ სახსრის დაზიანებაა დამახასიათებელი. მით უფრო თქვენ ახსენეთ უამრავი ნემსი, რომელიც ყველგან არის გაფანტული. აბსოლუტურად. ესეც ერთ-ერთი მითია, რომელიც ძალიან კარგია, რომ ვეხებით ამას, იმიტომ რომ ყველას გონია, რომ თუ ატკივდა აი ეს ცერა თითთან შეუწითლდა და ან ატკივდა სულაც, ეს არის პოდაგრა. ეს არ არის პოდაგრა, უბრალოდ ცვეთასთან შეიძლება იყოს მხოლოდ ასოცირებული და პოდაგრასთან არავითარი საერთო არ აქვს და თავის მხრივ პოდაგრამ შეიძლება დააზიანოს აბსოლუტურად სხვა სახსარი. მუხლი მაგალითად, ძალიან აგრესიულია ხოლმე მუხლის დაზიანება.
მაჯაც შესაძლებელია იდაყვი ნებისმიერი სახსარი, აბსოლუტურად ნებისმიერი სახსარი შეიძლება იყოს და სწორედ ამიტომაც ხშირად დაგვიანებული დიაგნოზია ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც პაციენტს ტკივა მუხლი და ეს ცერის თითია არ ტკივა და საერთოდ ინტაქტურია და არავითარ სიმპტომატიკას არ გამოხატავს, აპრიორ გამორიცხულია, რომ ეს არ იქნება პოდაგრა. ამ დროს ეს მცდარია. პოდაგრამ სხვათა შორის იცვალა სახე და ადრე თუ იყო უმეტეს შემთხვევაში აი ზუსტად ეს ცერეთითი, არ ვიცი რისი ბრალი იყო, მაგრამ აი მეც პრაქტიკაში უფრო მხდებოდა კლასიკური პოდაგრა. ეხლა ბოლოს როდის ვნახე, პრინციპში არის ესეც ვერ ვიტყვი, რომ ეხლა ეს აღარ არის, მაგრამ უფრო და უფრო იმატებს შემთხვევები, როდესაც არის ხოლმე სხვა სახსარი. სხვილი სახსრებია ხოლმე მუხლი, მაგრამ მუხლი არის ყველაზე ხშირად. და ნუ რა ვიცი, ნებისმიერი შეიძლება იყოს რა, ეს არ არჩევს მეტაბოლიზმი, რომელ სახსარში გამოკრისტალდება. მით უმეტეს თუ არსებობდა სახსარში რამე წინამდებარე დაავადება, რამე სხვა მიზეზით სახსარი ისედაც იყო დაზიანებული, აი ზუსტად მაგ სახსარს ირჩევს ხოლმე და იქ ლაგდება ეს კრისტალები. ზონას ყოველთვის ირჩევს პრობლემა, ეს ასე ხდება ხოლმე ჩვენს ორგანიზმში. ჩვენ გვაქვს საშუალება ცოტა ხნის მერე კიდევ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. სტუდიაში კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდება. როგორც დაგპირდით, კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდა ახლა სტუდიაში და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი. იგი გახლავთ უროლოგი პროფესორი ბატონი დავით ნიკოლაიშვილი. დილამშვიდობისა ბატონ დავით. მოგესალმებით. თქვენ არ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი პირველად, თუმცა უნდა გავამხილო, რომ ამ თემაზე პირველად საუბრობთ ასეთი შემადგენლობით. დარწმუნებული ვარ, კადრს მიღმა ასეთი თანამშრომლობა ხშირად გვჭირდება კოლეგებს და თქვენი სპეციალობის ექიმებს მით უფრო. მაგრამ დღეს ჩვენ საჯაროდ უნდა გამოვიტანოთ ინფორმაცია, რომელიც მრავალი წლის მანძილზე არის თქვენი პროფესიული გამოცდილების ნაწილი და ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი. რატომ შეიძლება აღმოჩნდეს საშარდე სისტემა, სამიზნე მაშინ, როდესაც ვლაპარაკობთ პოდაგრაზე, იგივე ნიკრისის ქარზე, იგივე პურინების სვლის დარღვევაზე და რატომ შეიძლება ადამიანებს გაუჩნდეთ მცდარი წარმოდგენა, მაგალითად თირკმელში არსებულ კენჭებთან დაკავშირებით. მოგესალმებით ისე, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან სასიამოვნოა თქვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკა განხილული და მაქსიმალურად ყოვლის მომცველი ინფორმაცია მიეწოდება ჩვენს მოსახლეობას. მადლობა ბატონო დავით. რაც შეეხება პოდაგრას, ქართულად ნიკრისის ქარს, ეს არის საკმაოდ რთული და ძალიან მნიშვნელოვანი დაავადება პაციენტებისთვის. ქალბატონმა მარიკამ ძალიან სრულყოფილად ჩამოაყალიბა მისი განვითარების მექანიზმი, რა გამშვები მექანიზმები არსებობს, რისგან არის და რა თქმა უნდა, თირკმელი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს იკავებს ამ დაავადების განვითარებაში. ძალიან მარტივად მინდა და გასაგებინაზე ავხსნა მექანიზმი თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი. პირველ რიგში ეს არის სისხლის შრაჩში შარდმჟავა მარილების მომატება და კონცენტრაციის მატება. ამის შედეგად შარდის ფილტრაცია როგორც კი ხდება, შესაბამისად შარდშიც ძალიან უხვი და ჭარბი რაოდენობით არის შარდმჟავა მარილები. შარდმჟავა მარილები ეს არის ცილოვანი პროდუქტების ცილის დაშლის პროდუქტები. და თირკმლის პარენქიმაში ეს არის თირკმლის მილაკები ხდება ძალიან მაღალი კონცენტრაციით გამოკრისტალება ამ მარილების. ამ გამოკრისტალების შედეგად პირველი ვღებულობთ ის, რომ შარდი არის გაჯერებული შარდმჟავა მარილებით და თვითონ ამ მილაკებშიც ლაგდება ეს კრისტალები და ასევე შემკრებს სისტემაში. და ეს კონცენტრაცია თუ არ დაიკლებს, ამ შემთხვევაში ეს არის გაუჩერებელი პროცესი. უწყვეტი პროცესი და შესაბამისად ხდება კენჭების ფორმირება. არა მარტო პოდაგრის დროს, ჩვეულებრივად ჩვენ თქვათ, როდესაც კენჭებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვეუბნებით, რომ შარდში სხვადასხვა მარილების კონცენტრაცია თუ არის მაღალი და თუ ის არ განზავდება, შესაბამისად ხდება
აგლომერაცია და შესაბამისად შეწებება თქვათ ამ კრისტალების და ჩდება კენჭები და მათი ზომაში მატება ხდება. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ პაციენტებს ვისაც ეს დაავადება, ანუ ეს პრობლემები აქვს, უნდა უთხრათ პირველ რიგში პრევენცია განახორციელოს. ყველაზე მარტივი ამ შემთხვევაში არის ჰიდრატაცია. ანუ ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება, რომ ამ კრისტალების განზავება მოხდეს შარდში. ჩვეულებრივად აი საშუალო წონის ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში უნდა კონდეს მიღებული 2 ლიტრა ნახევარი სითხე და ამ შემთხვევაში ეს საგრძნობლად დაბლა დაწევს რისკებს და კრისტალიზაციას და ამ კრისტალების შეწებებას. მეორე პროფილაქტიკური მომენტი არის შარდის pH-ის, ანუ მჟავიანობის დაქვეითება და უფრო ტუტე გარემოში გადაყვანა. ეს შესაძლებელია სხვადასხვა მედიკამენტებით და ბაზარზე არსებობს რამოდენიმე მედიკამენტი, რომელიც შეიძლება მიიღოს პაციენტმა და შარდი იყოს კონტროლირებადი. როდესაც ტუტე გარემოა, ზუსტად ეს უშლის ხელს ამ კრისტალების შეწებებას. მაგრამ ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან თვითონ ეს არის ინფლამაციური დაავადება და ანთებითი დაავადება და ეს საკმაოდ განუწყვეტელი პროცესია. ამ შემთხვევაში პაციენტმაც ეს პრეპარატები საკმაოდ ხანგრძლივად უნდა მიიღოს და ასევე უნდა აკონტროლოს შარდის მჟავიანობა. ეს ხაზგასმით უნდა აღვნიშნო და ეს შარდის მჟავიანობის კონტროლი არ არის აუცილებელი ლაბორატორიულად და ვთქვათ კლინიკაში მივიდეს. სპეციალური სტრიპები, ანუ ჩხირები იყიდება, რომელიც ვთქვათ ინდიკატორი აქვს და შესაბამისი, აი ტარგეტული, ანუ იმ მოცემულობის მჟავიანობა, ანუ ტუტე გარემო, რომელიც არის საჭირო თქვათ შარდისთვის, რომ არ მოხდეს ამ კრისტალების შეწებება, ამ თქვათ სტრიპების მეშვეობით შესაძლებელია და ყოველ დღე 2-3-ჯერ თუ თქვათ ძალიან დატვირთული არის ეს ანამნეზი, თუ არა და დღეში ერთხელ საკმარისია, რომ ეს ვთქვათ, ეს პროცესი ჩატარდეს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ძალიან ტუტე გარემოში გადაყვანა შარდის, ესეც ძალიან დიდი პრობლემა არის და იქ სხვა პრობლემები ერთვება. აქედან გამომდინარე, როგორც ეს დაავადება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და საკმაოდ დიდი მეთვალყურეობა სჭირდება და ერთობლივად არის ეს. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ დღეს ერთად გადაცემაში და კითხვა მინდა დაგისვათ წმინდა პრაქტიკული. ქალბატონ მარიკას ვკითხავ. ხშირად არის, როდესაც ტერფის სახსარიც, თქვათ კენჭებიც და მაგალითად ტოფუსები ან კანქვეშ ამ შარდმჟავას დაგროვება ერთდროულად არის ხოლმე გამოხატული. ან არის თუ არა შემთხვევა, როდესაც პირველად არა სახსრით, არამედ სახსრის დაზიანებით ან სახსრების დაზიანებით, არამედ შარდკენჭოვანი დაავადებით. ეს ნაწილი უკვე თქვენ გეხებათ, ბატონო დავით. კი, ნამდვილად არის ასეთი შემთხვევები, როდესაც სახსარიც არის ჩართული, კენჭებიც აქვს პაციენტს და რაიმე კარდიოვასკულარული პრობლემაც, მაგალითად ჰიპერტენზია, აი რაიმე. და ამ დროს ამას ერთმანეთს არ უკავშირებს. აბსოლუტურად არ უკავშირებს ერთმანეთს პაციენტი ამას და ზოგჯერ როდესაც მე ვიწყებ ხოლმე აი სხვა სისტემების კითხვის დასმას, რაღაც გაკვირვებასაც კი ვამჩნევ ხოლმე პაციენტს, იმიტომ რომ აქ ჩემთან მოვიდა სახსრის პრობლემის გამო. და ნუ მე რა თქმა უნდა უხსნი, რომ ეს არ არის მხოლოდ სახსარი და შესაბამისად, როდესაც არის სხვა სისტემების დაზიანება, ვამისამართებ ხოლმე შესაბამის სპეციალისტთან, რომ უკვე ერთობლივად მოხდეს მართვა პაციენტის, იმიტომ რომ ეს არაერთხელ გავიმეორეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის სისტემური ანთებითი მეტაბოლური ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადება. თქვენ ახსენეთ მაგალითად არტერიული ჰიპერტენზიას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სრულიად ბუნებრივია და გასაგებია, როდესაც ადამიანს ტერფი ძალიან აწუხებს. ტერფის სახსარი ისია გასიებული, რომ ფეხსაცმელს ვერ იცვამს. ვერ ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, აქვს შეზღუდვა ანთების დამახასიათებელი ყველა ნიშნის შესაბამისად, მისთვის ძალიან ძნელად დასაკავშირებელია ეს ყველაფერი არტერიულ ჰიპერტენზიასთან. უფრო ადვილად წარმოიდგენს, რომ ეს არის ემოციურად რეაგირება, ვთქვათ, იმ ტკივილზე და არა პირდაპირი კავშირი. რამდენად ხშირია შემთხვევა, როდესაც
ტკენჭოვანი დაავადებით მოდის ადამიანი და სწორედ იქ გამჟღავნდება ხოლმე რომ თურმე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პურინების ცვლის დარღვევა და ამის გამო, იმიტომ რომ ხომ არის სხვა მიზეზებით ჩამოყალიბებული კონკრეტები, ანუ ეს კენჭები მარტივად რომ ვთქვათ, სხვა მიზეზები და რითი განსხვავდება მაგალითად პოდაგრული კენჭები სხვა კენჭებისაგან და სხვა კენჭოვანი დაავადებისგან? უფრო უხშირესად ეს ხასიათდება საკმაოდ ხშირი და სწრაფი კენჭების წარმოქმნით და ეს იქცევს ყურადღებას უპირველეს ყოვლისა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის დიაგნოსტირების შემთხვევაში ეკოსკოპიური თავისი განსაკუთრებული ნიშანი აქვს, მაგრამ მთავარი არის რომ რენტგენზე უხილავია. რენტგენზე ეს კენჭი არ ჩანს, ეკოსკოპიურად ჩანს და ეს შეიძლება კონფუზი გამოიწვიოს, თქვათ, ექიმის დიაგნოსტირების პროცესში, ექიმისთვის. მაგრამ მანდატორული, ანუ აუცილებელი კვლევა არის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტის გარეშე. იმიტომ რომ ნებისმიერი უხილავი კენჭი, ეგრეთ წოდებული შარდმჟავა კენჭები, კომპიუტერული ტომოგრაფიით აუცილებლად ჩანს. და ეს მიგვითითებს მის ზომაზე, ფორმაზე და აუცილებლად კომპიუტერული ტომოგრაფიით სიმკვრივის განსაზღვრა შეგვიძლია. და რაც უფრო ნაკლებია ძვლის სიმკვრივესთან შედარებით, ამით უფრო მიგვაქვს ესე იგი ეჭვი, რომ ეს არის შარდმჟავა კენჭი და შესაბამისად დიაგნოზის ფორმირებაში გაცილებით გვეხმარება ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, თუ ეს კენჭები ფორმირებულია, ზუსტად აი სხვა კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში რა გართულება შეიძლება იყოს, ზუსტად იგივე გართულებები შეიძლება იყოს. ის შეიძლება მიგრაცია განიცადოს შარდსაწვეთში, მოხდეს დილატაცია. შესაბამისად დილატაციის შემდგომ არის საშარდე ინფექციის და სეფსისის განვითარების რისკი და ზუსტად იგივე კურნალობა არის ჩასატარებელი და იგივე ზომები მისაღები, რაც ჩვეულებრივად ოქსალატური კენჭების შემთხვევაში. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მკურნალობაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია აქაც შეთანხმებული გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ ბატონ დავით, არის პრევენციისთვის, ანუ პროფილაქტიკურად მისაღები გადაწყვეტილებები, რომელიც ორგანიზმში აი ამ შემჟავების პროცესს მაქსიმალურად გააწონასწორებს იმისათვის, რომ რისკები შევამციროთ, მაგრამ მეორე მხრივ იქ სადაც მაგალითად დიდი ზომის კენჭებია, იქ სადაც თქვენ აღწერეთ, ზუსტად ისევე მოიქცევა როგორც სხვა წარმოშობის კენჭი და შეიძლება დაბრკოლებების შექმნას შარდის გადაადგილებისათვის დაარღვიოს შარდის პასაჟი და უამრავი სხვა რამ, მათ შორის საშარდე გზების ინფექციებს შეუწყოს ხელი. ასეთ დროს გადაწყვეტილება ისეთივეა, როგორც ყველა სხვა კენჭის შემთხვევაში, მაგალითად ქირურგიულ ჩარევასთან ერთად და მე ქალბატონ მარიკას ვკითხავ, როგორ ხდება აი ამ პრობლემის ისე მართვა, რომ შემდეგი ეპიზოდები მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან. ესე იგი, თუ აქ მწვავე მდგომარეობა არ არის განვითარებული, არ არის თირკმლის კოლიკა, საშარდე ინფექცია, ამ შემთხვევაში კენჭი, რაც არ უნდა დიდი ზომის იყოს და არის მარჯნისებრი კენჭები, ანუ რომელიც იმეორებს თირკმლის შემკრების სისტემის აბსოლუტურ ანატომიას და არის 7-8 სანტიმეტრის, ხო? ჩვენ ვახსენეთ, რომ მედიკამენტური გზით თუ მოვახდენთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შარდის გატუტიანებას, აი ეს 8 სანტიმეტრი კენჭი შეიძლება დადნეს, გაქრეს და ეს არის აუცილებლობა. ეს არის ერთადერთი სახეობის კენჭი, რომელიც შეიძლება მედიკამენტური მკურნალობით მოხდეს მისი ელიმინაცია და პაციენტი გამოჯანმრთელდეს. მაგრამ თუ არის მწვავე შემთხვევები, ამ შემთხვევაში უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად. უნდა მოხსნათ ბლოკი, ანუ უნდა მოხდეს სტენტირება, ან ნეფროსტომის ჩადგმა, თუ არის ინფექცია გართულებული, უნდა უმკურნალოთ ინფექციას და ისიც მულტიპროფილურ გუნდთან ერთად. უფრო ხშირად ქალები თუ მამაკაცები მოდიან ამ პრობლემით? რა ასაკობრივი ჯგუფია დაახლოებით? ეს არის უფრო, თქვათ, აი 30 წლის, 35 წლის მამაკაცები და უფრო ზევი. იქ სადაც მოასწრო კენჭებმა ჩამოყალიბება. აი დაახლოებით ეს ასაკია. შეიძლება ცოტა ახალგაზრდაც იყოს, ცოტა ხნიერის, მაგრამ ნუ მაღალია სტატისტიკა. საქართველოს მაგალითზე თუ სიმართლე გითხრათ, ამ პაციენტების, თქვათ, აკუმულაცია შესაძლებელი ესე არ ხდებოდეს, უფრო მეტად დიდი ალბათობით აი ჩვენი კოლეგები უფრო აღმოაჩენენ ამას და რომ გითხრათ, რომ ძალიან მაღალია, არა, მაგრამ წელიწადში რამოდენიმე პაციენტი ჩდება.
მამაკაცებს თან ზრდასრულ მამაკაცებს საშუალო ასაკის მამაკაცებს აქვთ მაღალი ალბათობა და მით უფრო მართვაზე როდესაც ვლაპარაკობთ იგივე რამდენიმე პრობლემა ერთდროულად როდესაც არსებობს. კი, ნამდვილად ასეა, თუმცა კიდევ ერთ ჯგუფს დავამატებდი, სიმსუქნევისაც აქვს და ეს ჭარბი წონა, ესეც ასოცირებული არის ჰიპერურიკემიასთან, ასოცირებული არის პოდაგროულ სახსროვან დაზიანებასთან და ასევე სხვა ორგანოთა სისტემების, მათ შორის თირკმელების დაზიანებასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ კოლეგები გვეხმარებიან მართვაში, განსაკუთრებით მწვავე შემთხვევაში და ასევე ის საშუალებები, რომელიც კენჭების დადნობას, ასე ვთქვათ, და გაქრობას და გახსნას უწყობს ხელს მნიშვნელოვანია, თუმცა პარალელურ რეჟიმში საჭიროა პრევენცია, რომ არ დაემატოს, იმიტომ რომ მეტაბოლური პრობლემა რჩება. ეს მეტაბოლური პრობლემა რჩება, ჰიპერურიკემია რჩება, დიდწილად ეს არის კვებასთან და ალიმენტაცია, ანუ მიღებასთან დაკავშირებული, თუმცა ქოლესტეროლის და ლიპიდური სპექტრის არ იყოს, შეიძლება საერთოდ არ იღებს ადამიანი დიდი რაოდენობით აღნიშნულ ნივთიერებას და აკონტროლებს დიეტას, მაგრამ მეტაბოლური გზები ისე არის, ასე ვთქვათ, გადაწყობილი და მანკიერი წრეები უკვე შექმნილი, რომ მიუხედავად იმისა, რომ იღებს ნაკლებს, მაინც ხდება დიდი რაოდენობით მისი პროდუცირება. შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში არის აი ზუსტად ეს მულტიპროფილური მიდგომა, რაც დღეს უკვე ძალიან პოპულარულიც არის და შესაძლებელიც არის უკვე. უფრო მეტად და საჭიროა, ეს ძალიან გვეხმარება, იმიტომ რომ ჰიპერურიკემიის მართვა არის ამ დროს მნიშვნელოვანი, რომ არ დაემატოს, ასევე არსებული კენჭების უკვე გახსნა, ასე ვთქვათ, და თავიდან მოცილება და აი ამაზე მუშაობა არის მნიშვნელოვანი, სხვა გვერდითი ეფექტების და შესაძლო კარდიოვასკულარული გართულებების პრევენცია და ეს ყველაფერი ერთად, იმიტომ რომ რისკები მნიშვნელოვნად იზრდება. ჯერჯერობით არ არის მაგალითად გაიდლაინებში შარდმჟავას აუცილებელი განსაზღვრა ამა თუ იმ დაავადებების დროს, გარდა რა თქმა უნდა პოდაგრისა და ჰიპერურიკემიისა. სავარაუდოდ მალე გაჩნდება. ეს ძალიან მალე გაჩნდება, ძალიან მალე ისე ვითარდება მედიცინა, რომ სავარაუდოდ ძალიან მალე გაჩნდება და ჰიპერურიკემიასთან შესაძლო ასოცირებული რისკები, მათ შორის ღვიძლის გაცხიმებაც, არაალკოჰოლური, ესეც ასოცირებულია მასთან. უფრო და უფრო დიდი სურათი ჩნდება აი ამ ბევრი კვლევის და ბევრი მონაცემის დამუშავების შედეგად საკმაოდ დიდი სურათი ჩნდება და შესაბამისად იმედია რომ გვექნება უფრო უკეთესი ასე ვთქვათ რეკომენდაციები და მართვის შესაძლებლობები. და ვიდრე დავასრულოთ ბატონ დავითს მინდა ვკითხო. თქვენ ბრძანეთ რომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დიახ ვიცით რომ არის ეს კონკრეტი ანუ კენჭი, მაგრამ გვაქვს იმის შესაძლებლობაც რომ ყოველგვარი ქირურგიული აქტიური ჩარევის გარეშე დადნეს, გაქრეს. კარგი სიტყვებია, როდესაც ადამიანის პრობლემა ქრება. თუმცა თუ ძირითადი პროცესი არ განელდება, ხელახლა წარმოქმნის რისკი რამდენად მაღალია და რამდენად ხშირად გაქვთ ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე ადამიანს ბევრჯერ უყალიბდება კენჭი, ანუ ერთხელ ამისი გაქრობა არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ახალი არ ჩამოყალიბდება. არავითარ შემთხვევაში ახალი ჩამოყალიბდება, ქალბატონმა მარიკამ საკმაოდ კარგად აღწერა ეს ყველაფერი, თუ შემდგომ პაციენტი არ მიაქცევს ყურადღებას და იმ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, რაც აი ვთქვათ, კვებასთან დაკავშირებით, იგივე შარდის გატუტიანებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ისევ ფორმირდება ეს კენჭი და საკმაოდ სწრაფად და ძალიან ხშირად იგივე ზომებს აღწევს. ეს არის ერთად როგორ არის იცი ძალიან დამთრგუნველი და ხანგრძლივი პროცესია ამის კონტროლი თქვათ და ყოველ წუთში შარდის კონტროლი და მისი მჟავიანობის შემოწმება ასე შემდეგ და ეს სკრუპულოზურად თუ არ მიუდგა, მაშინ იგივე პრობლემებში და შეიძლება უარეს პრობლემებშიც აღმოჩნდეს პაციენტი. ძალიან დიდი მადლობა კოლეგებო სტუმრობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციებისთვის. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ რევმატოლოგი პროფესორი ქალბატონი მარიკა თოიძე და უროლოგი პროფესორი ბატონი დავით ნიკოლეიშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება.
რატომ ვიყენებთ კვებითი შუქნიშნისთვის ყოველთვის ერთ სიმბოლოს, მაშინ, როდესაც კვებითი შუქნიშანში თავს იყრის სხვადასხვა დაავადება. ჩვენ არაერთხელ განვარტეთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა დღეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც სიამოვნებით გავიმეორებ. დიახ, ეს არის თითქოს ერთი თეფში, მაგრამ ეს არის სიმბოლო იმისა, როგორია ჩვენი ყოველდღიური რაციონი. თეფში არის ერთგვარი სურათხატი, რომელიც აერთიანებს ყველა რეკომენდაციას დაბალანსებული კვებისთვის. ანუ საერთო პრინციპებს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა დაავადების დროს, სხვადასხვა ადამიანთან მიმართებაში გამოვიყენოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არის ყველასათვის ერთნაირად გამოსაყენებელი, ერთნაირად სარგო და იმდენად უნივერსალური, რომ არ დაგვჭირდეს ცალკეულ შემთხვევებში კონკრეტულ თავისებურებებზე საუბარი. დღეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი მხრივ ისტორიულად ჩამოყალიბებული წარმოდგენა უნდა გავიხსენოთ კვებაში და მეორე მხრივ სიახლეებზე ვისაუბროთ, მაშინ, როდესაც ორგანიზმის შემჟავებაზეა საუბარი პოდაგრის დიაგნოზის მქონე ადამიანებში. მოდით, სწორედ აი ამ შემჟავებაზე ვილაპარაკოთ. შემჟავება პირობითად კრებითია ამ შემთხვევაში და არის ტერმინი, რომელიც ასახავს მდგომარეობას არა მხოლოდ შარდში, არა მხოლოდ სისხლში, არამედ სწორედ სისხლის დამსახურებით ყველა ქსოვილში, ყველა უჯრედში, შესაბამისად ყველა ორგანოთა სისტემაში. რატომ? მოდით დავაკავშიროთ ერთმანეთთან. შარდი არის გაწორული სისხლი. სისხლი არის ყველაზე ჭორიკანა სისტემა, რომელიც თავისი ფეხით ყველა ორგანოსთან, ყველა ქსოვილთან, ყველა უჯრედთან მიდის და ასეთ შემთხვევაში თუ მასში არის რაღაც პროცესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი ავტომატურად აირეკლება სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებში. ინფორმაცია, ანუ ამბავი, ჭორი მივა ყველგან, ასე მიდის შემჟავებული სისხლი ყველგან და ქმნის პრობლემას ყველა სისტემისთვის. ტერფიდან დაწყებული გულსისახთა სისტემით დამთავრებული. მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ წარმოდგენას, რომელიც არსებობდა, ეს იყო უკიდურესად შემზღუდავი კვება პოდაგრასთან დაკავშირებით. არჩევანი დიდი არ ჰქონდა დიაგნოზის მქონე ადამიანს, რადგან იმ დროისათვის მეცნიერება და მედიცინა ამბობდა, რომ თუ ჩვენ ვიცით, რომ პროდუქტში არის პურინების გარკვეული რაოდენობა, მაშინ ეს პროდუქტი უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილურად კარგი. თანამედროვე მედიცინამ ეს წარმოდგენები შეცვალა. ძალიან ბევრი ახალი მტკიცებულება გვაქვს იმის დასტურად, რომ ასეთი უკიდურესი შეზღუდვა ადამიანისთვის საჭირო არ არის. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პოდაგრა ისედაც აზარალებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და შეზღუდული და მით უფრო უკიდურესად შეზღუდული ამკრძალავი კვება აღარ უნდა იყოს დამატებითი ტვირთი იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდეს. მაშინ როგორი უნდა იყოს მიდგომა? ძალიან სწრაფად გავიაროთ ეს ყველაფერი, საკმაოდ გრძელი ჩამონათვალია, მაგრამ უკიდურესად პრაქტიკული. დავიწყოთ წონით. თანამედროვე მედიცინამ დანამდვილებით იცის, რომ ოპტიმალური წონა პოდაგრის მართვაში გვეხმარება. წონის უკიდურესი კლება, რომელიც გულისხმობს არასაკმარის ნაკვებობას და წონის სიჭარბე, სიმსუქნე, რომელიც ასევე გულისხმობს არასაკმარის ნაკვებობას და ყველა შემთხვევაში სიმსუქნე დაკავშირებულია ანთებასთან, ეს არის დამატებითი რისკი პოდაგრისთვის, ამიტომ წონის სტაბილურობა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ხელთ გვაქვს პოდაგრის მართვის დროს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ეს გახლავთ წყალი. და წყალი გულისხმობს მის ადეკვატურ მოხმარებას ყოველდღიურად ორგანიზმის მოთხოვნილების შესაბამისად. ჩვენ შევთანხმდით, რომ კილოგრამ წონაზე 30 მილილიტრი ეს არის ფიზიოლოგიური გადათვლა და ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ სეზონი, ფიზიკური აქტივობის ხარისხი, ადამიანის სამუშაო და საცხოვრებელი გარემო და იქ არსებული ტემპერატურა, კვების ტიპი უნდა გავითვალისწინოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკამენტების მოხმარების ხარისხი. ცხელი შხაპის ჩვევა, მაგალითად, რაც უფრო ცხელი შხაპის მოყვარული ადამიანი, მით მეტია მის ორგანიზმში წყალზე მოთხოვნილება და ასე შემდეგ. ეს ფაქტორები განსაზღვრავს გაზრდილ მოთხოვნილებას და შესაბამისად გაზრდილ რაოდენობას წყლის მოხმარებისა. ყოველ შემთხვევაში წყლის უხვად მოხმარება არის ის ინსტრუმენტი, მეორე ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ იმ პროდუქტів
პროდუქტების შეზღუდვა, რომელთა დამსახურებით დანამდვილებით ვიცით, რომ ორგანიზმის შემჟავება ძლიერდება. ეს არის უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელი. რა თქმა უნდა, აქ არის გრადაცია. მაგალითად 6-7 გრადუსიანი ლუდი, მაგალითად 12 გრადუსიანი ღვინო, 40 გრადუსიანი არაყი. ყველა მათგანი განსხვავებული ხარისხით იწვევს შემჟავებას და რა თქმა უნდა, კომბინაცია ლუდი არაყი განსაკუთრებული დატვირთვის მქონია. უკიდურესად შემამჟავებელი შეიძლება იყოს მაგალითად ლუდის ყოველდღიური გამოყენება ორგანიზმისათვის. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ ზოგადად ალკოჰოლის უნარზე, შეამჟავოს ჩვენი ორგანიზმი, შესაბამისად ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პოდაგრა, სჭირდება ალკოჰოლური სასმელის კონტროლი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როგორი ხარისხის შემჟავება შეიძლება გამოიწვიოს ლუდმა, არაყმა, ღვინომ. სხვადასხვა ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალურიც კი, ვიღაცას ნაკლები შემჟავება აქვს ღვინოზე და მეტად აქვს არაყზე და ლუდზე, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ალკოჰოლურ სასმელს ყველა შემთხვევაში ბრალი მიუძღვის ორგანიზმის შემშავებაში. ეს გახლავთ უკვე 3 ფაქტორი. მეოთხე ფაქტორი ეს არის ტკბილი გაზიანი სასმელები და ყოველგვარი გაზის გარეშე სხვადასხვა სახის წვენები. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს პროდუქტებიც აღმოჩნდა შემამჟავებელ ფაქტორებს შორის, ამიტომ ჩვენ ახლა გვაქვს უკვე მეოთხე რეკომენდებული არჩევანი, როდესაც ჩვენ ვაკონტროლებთ ამ პროდუქტებს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში და ვცდილობთ რომ ეს არ იყოს ჩვენი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. მეხუთე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც სითხეებზე საუბარს ვასრულებ, არის მინერალური წყალი. მინერალური წყალი განსაკუთრებით ტუტე, კარბონატული წყლები, ჩვენი მამაპაპური წყლები, მე არ დავასახელებ მათ სახეობებს და სახელებს კონკრეტულს, მათი დამსახურებით ორგანიზმის საერთო შემჟავებული არის მაქსიმალურად განეიტრალება შესაძლებელია, იმიტომ რომ მათ აქვთ დამატუტიანებელი ეფექტი, ამიტომ 5 მეთოდი, 5 ხრიკი მე უკვე დავასახელე, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ შემჟავების დასაძლევად. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყველა ის პროცესირებული პროდუქტი, რომელიც ანთებას უწყობს ხელს, ანთებას აღრმავებს, ეს არის პოდაგრისთვის მაპროვოცირებელი და ხელშემწყობი. რატომ? იმიტომ რომ თავად პოდაგრა ანთება. ამიტომ მეექვსე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის პროცესირებული, გადამუშავებული ცხიმების კონტროლი და ასეთ შემთხვევაში ეს პროდუქტები, რა თქმა უნდა, ყვითელ ზონაში ხვდება. მეშვიდე ფაქტორი ეს გახლავთ წყლის შეკავება და ამ შემთხვევაში აუცილებლად ვიტყოდი, რომ სახსარში, უჯრედშორის სივრცეში, სხვადასხვა ქსოვილის უჯრედთა შორის სივრცეში სითხის შეკავება მარილის ჭარბი მოხმარების გამო გახლავთ ერთ-ერთი სარისკო მდგომარეობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზია არსებობს, ან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მდგომარეობა, როდესაც შარდმჟავას დამსახურებით უკვე დაზარალებულია თირკმელიც, დაზარალებულია სახსრებიც და დაზარალებულია გულსისხლთა სისტემა. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მარილი ხვდება. მე მგონი ეს იყო უკვე 6-7 ფაქტორი. კიდევ ერთი ფაქტორი, ეს გახლავთ შაქარი და ტკბილი პროდუქტები, რომელიც ანთების ხელშემწყობად უნდა განვიხილოთ და განსაკუთრებით გამოვყოფდი ამ ჯგუფში ფრუქტოზით მდიდარ პროდუქტებს. ფრუქტოზით მდიდარი შეიძლება ხილის წვენიც იყოს, მაგრამ განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება იმ რეკომენდაციებს, რომელიც უკავშირდება ეგრეთ წოდებული სიროფების გამოყენებას. ფრუქტოზით მდიდარი სიმინდის სიროფი შედის უამრავ საკონდიტრო პროდუქტში. ეს შეიძლება თქვენ მნიშვნელოვნად არ მიგაჩნიათ, მაგრამ ნებისმიერი ნუგბარი, რომელსაც თქვენ შეიძენთ, შეიძლება შეიცავდეს ამგვარ სიროფს. შეიძლება ის იყოს სხვადასხვა მარინადებში, სხვადასხვა соусებში, როგორც არა წამყვანი კომპონენტი, არამედ ერთ-ერთი შემადგენელი. და თუ თქვენ ყურადღებით არ წაიკითხავთ ეტიკეტს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და რისკი, იმიტომ რომ ფრუქტოზით მდიდარი სიროფი სიმინდისა არის განსაკუთრებით შემამჟავებელი კომპონენტი, რომელიც უკვე მტკიცებით დადასტურებულია და ყველა ამ ტიპის დიეტაში არის მისი შეზღუდვა რეკომენდებული. ყავა
მე ვარაუდობ, რომ ჩვენ ახლა უკვე მერვე მეცხრე ფაქტორებზე ვსაუბრობთ, პრაქტიკულად ათეული შეიკრა აქ და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კოფეინის გამოყენებაზე, აქ არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დამკვიდრებულ წარმოდგენას ასევე ცვლის. იყო მოსაზრება, რომ ყავა საერთოდ უნდა იყოს ამოღებული რაციონიდან, როდესაც პურინების ცვლის დარღვევა, რადგან კოფეინს პურინის მსგავსი სტრუქტურა აქვს და მოლეკულაში გვატყობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევაში თანამედროვე წარმოდგენა ბევრად უფრო ლიბერალური, ბევრად უფრო დამზოგავი, ბევრად უფრო შემწყნარებელია. ხილი და ბოსტნეული, რომელიც არის ჩვენს შუქნიშანზე, რა თქმა უნდა განსხვავებულ რეაქციას იწვევს. მაგალითად, თუ ჩვენ შევხედავთ სხვადასხვა სახის მწვანილს, მათ შორის ნიახურს, მაგალითად, ნახავთ სალათის ფოთოლს, ნახავთ ისპანახს, ნახავთ სატაცურს. ძველი რეკომენდაციების მიხედვით ეს პროდუქტები არის პრაქტიკულად შეზღუდული. თუმცა თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ დიახ ამ პროდუქტებში არის პურინები, ამ პროდუქტებში არის რისკი, მაგრამ შეწოვის ხარისხი და მისი გავლენა ორგანიზმის შემჟავებაზე ისეთი ძლიერი არ არის, როგორც აი ახლა ბანერზე გამოსახული პროდუქტების შემთხვევაში. ლიდერი ამ თვალსაზრისით, ყველაზე მკვეთრი გავლენის მქონე პროდუქტები ეს არის წითელი ხორცი, თქვენ წარმოიდგინეთ ზღვის ნაწარმი, განსაკუთრებით სარდინი, განსაკუთრებით მოლუსკები, ხამანწკები, ანჩოუსები, ეს არის ის პროდუქტები, რომელიც სუბპროდუქტებთან ერთად და ჩვენ ვიცით სუბპროდუქტი რომელია, ეს არის შინაგანი ორგანოები, ღვიძლი, ფილტვი, გული, თირკმელი და ასე შემდეგ, პრაქტიკულად ეგრეთ წოდებული ორგანული ხორცი. ასე ქვია, organ meat, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არ არის ორგანული, ეკოლოგიური ხორცის სახელწოდება, ეს არის შინაგანი ორგანოების ხორცი, ეს არის სუბპროდუქტი, რომელიც ძალიან დიდარია პურინების. მაშინ სად არის გამოსავალი? გამოსავალი მარტივია. იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაში, რომელიც ჩვენ უკვე დავასახელეთ, ათეული პრაქტიკულად რეკომენდაციისა, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული DASH დიეტა, დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად და ქართული ვერსია ადაპტირებული ჩვენ უკვე გვაქვს. მე რამდენიმე წლის წინ თარგმნე და თქვენ იცით, რომ ამას გადაცემაშიც გიზიარებთ ხოლმე, წიგნშიც არის დეტალურად აღწერილი. კიდევ ერთი კვების მოდელი არის მაქსიმალურად რეკომენდებული, ეს გახლავთ ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი, რომელიც ასევე ძალიან კარგად ნაცნობია თქვენთვის და ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე მცენარეულ კომპონენტებზე დაფუძნებულ და ძალიან სწორ თანაფარდობაზე პროდუქტებისა, ხოლო აი ამ კანონზომიერებაში კიდევ უფრო მეტად გასათვალისწინებელია წონასწორობა და ბალანსი, რომელიც მნიშვნელოვანია დავიცვათ, რა თქმა უნდა, კვებაშიც და ასეთ შემთხვევაში ჩვენითებში, რომელიც სულ ცოტა ხუთი ჯგუფის, ხუთი ფერის პროდუქტის გამოყენებას გვთავაზობთ ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ჩვენი ორგანიზმის წონასწორობისთვის და ეს პრინციპი აქტუალურია პურინების ცვლის დარღვევის დროსაც. მიუხედავად დამკვიდრებული წარმოდგენებისა, მიაქციეთ ყურადღება. დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები იყო ბევრად უფრო თავისუფალი, ბევრად უფრო დემოკრატიული, ბევრად უფრო ჩარჩოებს მოკლებული და რაც თავარია ნაკლებად შემზღუდავი იმისთვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ჯანმრთელობაც და შეინარჩუნოს ცხოვრების ხარისხიც. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებთ.